გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella cacci turbo savrebo Sheftetam gadasale Squetane tatma maglada izahe Turbo savrebo zi Turbo zavrebi Hey, სად მიდიხართ? ფეხბურთი ვითამაშოთ. ვერ ხედავ რომ არ ვცალია. და არაფერი არ გკითხოთ, ეს საიდუმლოა. საჯარიმო, კოდი დაუდე და კბილებით ითამაშე. ასე რა? კარგი, ძალიან შორიდან გამოვიქცევი? ძალიან შორიდან? აი, რაკეტა შევქმენით. ეს ხომ ბებიას ურიკა? იყო ურიკა, ახლა კი ეს რაკეტაა. რა საკეთებ? გაფუჭებ. მაგარია, შეიძლება გავისეირნო. არა, მხოლოდ ჩვენ ვიცით როგორ უნდა რაკეტით საირნობა. შენ არ იცი. მე მგონი უბრალოდ ზუნწები ხართ. წავიდეთ აქედან მეგობრებო. ზუნწები არ ვართ, უბრალოდ ძალიან ფრთხილები ვართ. ახლა სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ. შესანიშნავია, ახლა ასე ვსადოთ. ტრაკ, ძალიან მძიმე ხარ, ეს სახიფათოა. დამუხრუჭე ტრაკ, წინ ჭაობია. მუხრუჭების დაყენება დაგვავიწყდა. ჩქარა, ტრაკი ჭაობში ჩავარდა. ტრაკი საფრთხეშია, ტურბოზავრებო წინ. მე მაშველი ვიქნები. არა, არ ვიქნები. დროის დაკარგვა არ შეიძლება. ეს ხომ ჭაობია. ანკი, ტროსი გადაუგდე და ნაპირზე გამოიყვანე. ბეჭა, გაჭა, ტროსი გამოკაჩეთ და ხეზე მიაბით.
გაუძელით რაკ. ახლოს ვარ. გაუჭი გადმოაგდეთ. ჭკარა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ? თორ, შენი დახმარება გვჭირდება? ანკი, გამოკაჩე! გმადლობთ მეგობრებო, რომ იქიდან გამომიყვანეთ. ტურბოზავრები ყოველთვის მოდიან დასახმარებლად. ან მოფრინავენ. 1 2 3 4 5 თქვენ საძებნელად მოვდივარ. თორ, ბულ, ანკი, ზერდო, ტრაკ და კატია, შეგიძლიათ აღარ დაიმალოთ, გიპოვეთ. იპოლიტი სად დაიკარგა? იპოლიტ, სად ხარ? რა უცნაური ხეა. ბავშვებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? ჩვენ? დამალობანას ვთამაშებთ? უცნაურია. ძალიან უცნაურია. ახლა ვინ იხუჭება? დრონს გავუშვებ და ვნახავ რა საიდუმლო ამბები ხდება ჩვენს ტყეში. კარგი, სად უნდა დავაჭირო? გაჩერდი. საით? აი სათყოფილ ხარ. მე კი ყველგან გეძებ. უცნაურია, ზერისად დაიკარგა. არ დაკარგულა, გაიჭედა. უნდა დავეხმაროთ. გაუძელი ზერ, ახლა დაგეხმარებით. ხო, როგორც ჩანს, ბატარეის გამოცვლა მომიწევს ან ზამბარა, ან კბილანა. შეიძლება ყველაფერი ერთად გამოვცვალო. ცოტათი ვერ გავთვალე ტრაექტორია. მოითმინეთ, ზერს მალე გავათავისუფლებთ. გზადამითმეთ თუ შეიძლება. რაღაც თავბრუ მეხვევა. შეიძლება ჩამოვჯდე.
კიდე ვინმე თუ ჩამოვარდება, ასე მაგრად არ დაეცემა. ვიცი რატომ არ გამოგვდის არაფერი. იმიტომ რომ არ გისაუზმია? იმიტომ რომ ერთად კი არა ცალ-ცალკე ვცდილობთ დავეხმაროთ. იდეა მაქვს. ტურბოზავრებო, წინ! აქ უნდა მოვთხაროთ, ამიტომ მოგვიწევს ყვავილი იქით გადავიტანოთ. ტრაკი იქით წაიღებ? მოდით, თორს დავეხმაროთ. თორ, შენი დიდი ნიჩაბი გვჭირდება. უფრო ღრმად გათხარი, თორ. ანკი, ის არის ამოსიე? დროსი გვჭირდება. წავედითო. ამოსიე. ეს ზერი არ არის. ნაძვი კი მგონი უფრო მოკლე იყო. დაგიჭირე გაქცეულო. თქვენ რა, ისევ დამალობანას თამაშობთ? დიახ. ჰეი! ზერ. არ დაიჯერებთ ისეთი ამბავი გადამხდა. მოკლედ, ჩემთვის სელფის ვიღებდი და უცბად. სად მივდივართ? მალე გაიგებ. არა, მართლა სად მიყავარ? ტყის ამ ნაწილში ჯერ არ ყოფილვარ. შეხედე. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე. შეხედე როგორი ბორცვია. შეხედე როგორი მილებია. აქ დამალობანას თამაში შეიძლება. ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გითქვამს ამ აღმოჩენის შესახებ. არა, ჯერ შენი აზრი მაინტერესებდა. სწორად მოქცეულ ხარ. ეს ჩვენი განსაკუთრებული საიდუმლო ადგილი იქნება. და მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ ხოლმე. და ხელს არავინ არ შეგვიშლის. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? მოვიწყინე. რა მოწყენილობა? მოდი რამე ვითამაშოთ. უკვე ყველაფერი ვითამაშოთ. ფეხბურთი, ჩოგბურთი, X და 0. დანარჩენები სად არიან? მართლა სად არიან? ტრაკი რეკავს. ეკრანზე გამოვიყვან. აბა, კარგად ჩანვარ. ტყის შორეული ნაწილიდან გირეკავთ. ამ ორმა ჯადოსნური ადგილი იპოვეს და უნდათ მხოლოდ მათი ყოფილიყო, რომ მის შესახებ არავის არ გაეგო. ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაც უცნაური კონსტრუქციებია, რისთვისაა? ზერ, იმ ადგილას გაფრინდი და დაწვრილებით მოგვახსენე რა არის იქ. გავიგე. ახლა ინტერნეტში მოვძებნოთ მსგავსი კონსტრუქციები. ეს ხომ აკვაპარკია? მართალია. აი აქ დიდი აუზი უნდა ყოფილიყო. მილები კი იმისთვისაა, რომ ჩამოსრიელდე. რა საინტერესოა? და რა სამწუხაროა, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აკვაპარკი მზად არ არის, მისი აშენება დაიწყეს და არ დაასრულეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია დავასრულოთ? ამას სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. აი შეხედეთ. აუზი უნდა ამოვთხაროთ, დაჟანგებული კონსტრუქციების შევცვალოთ და დავამატოთ ისეთები, რომლებიც აკლია. ყველაზე მთავარი დაგავიწყდა წყალი. საიდან უნდა მოვიტანოთ? ტბამდე არხს გავიყვანთ. აი შეხედე. ბევრი შრომა მოგვიწევს. სამაგიეროდ ჩვენ აკვაპარკი გვექნება. მართალია, ბულ და თორ. თქვენ აუზს ამოთხრით. ტრაკ, შენ ჟანგიან კონსტრუქციებს მოაშორებ და ისეთებს დატოვებთ, რომლებიც გამოგვადგება. პრინტერით ნაკლულ ელემენტებს დავბეჭდავ, ანკი, შენ დოზე დატვირთავ. ის კი ადგილზე მიიტანს. მე რა თქმა უნდა არ გჭირდებით. კარგი.
ჩემთვის სულ ერთია, აკვაპარკს აშენებთ თუ არა, მაგრამ აღშფოთებული ვარ თქვენი უყურადღებობით. არაფერით, შენთვისაც გვაქვს დავალება. აეროგადაღება ჩაატარე, რომ არხისთვის საუკეთესო გზა მოვნიშნო. ტურბოზავრებო, წინ! უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით. დო, კატია, ტრაკ, თქვენ მცენარეებს გადარგავთ, რომ არ დაზიანდეს. ბულ, თორ, ანკი, თქვენ ტბიდან აკვაპარკამდე არხს გათხრით. ზერ, თვალი ადევნე, რომ არხის ზუსტად ისე იყოს გაყვანილი, როგორც დავხატე. არის. სორია? ასე? კარგია. არ გაჩერდეთ. მიდით. ეს წყალი მაინც თევზებისთვისაა. მე კი ჰაეროვანი არსება ვარ. გამომივიდა ჰაეროვანი არსება. უბრალოდ ფრენა უფრო მიყვარს, თუმცა ცურვაც კარგია. შესანიშნავად გამოიყურები. არა, ეს ყვავილები არ მიხდება. რამე უფრო ნათელია საჭირო. რამე უფრო გემრიელი? ლამაზი. იციდო, ყვავილების უმრავლესობა უკვე დაჭკნა. აი, ასე ხდება ყოველთვის. დღე დიდია, რამეს აუცილებლად ვიპოვით. ზერ, თორ, ანკი, მოდი დოს ყვავილები მოუძებნოთ. მე ჯერ არ მისაუზმია, არც მისადილია და არც მივახშმია. თორ, საუზმის წინ გასეირნება ძალიან სასარგებლოა. შეხედე, რა ლამაზი ყვავილია. სათმენი ხარ? სასარგებლო გასეირნება უკვე გქონდა. ახლა საუზმის დროა. თორ, რა მოგივიდა? რელს ფეხი წამოუკარი. რომელ რელს რას ამბობ დღეში ვართ? რელსები რკინიგზაზეა. აქ საიდან დაინახე რკინიგზა? რკინიგზა არ დამინახავს. მაგრამ არის. რომელიმე კუნძ სამოგრავი ფეხს და რელსი გეგონებოდა. აქ მსგავსი არაფერია, მხოლოდ გამხმარი ფოთლები. ხომ გითხარი? ეს შეუძლებელია. თუ შესაძლებელია. წარმოუდგენელია. სენსაცია! ძველი სარკინიგზოლიან და გივიპოვეთ. და ურთქლმავალი. ნამდვილია? მასზე მგზავრობა შეიძლება? ოდესღაც შეიძლებოდა. ახლა ალბათ დაჟანგებულია. რა ლამაზია. კარგი იქნებოდა მისი შეკეთება. დო, ეს ალბათ შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია. ძრავის გათანამედროვება შეიძლება. მერე? რელსებს წრეზე დავდებ და საკუთარი ატრაქციონი გვექნება.
წრიული რკინიგზა. ზერ, ის მხარე დაასკანერე და გეტყვის შემდეგ რა გავაკეთოთ. ერთი წუთით? ჩვენ დაგვჭირდება შპალები, რელსები, სიმაფორი და ძრავი. პრინტერზე დავბეჭდოთ. ბულ, შენ მათ ადგილამდე მიიტან. თორი და ანკი წაქცეულ ხეებს გაიტანენ, რომ ხელი არ შეგვიშალონ. ტრაკი ძრავს დააყენებს, შემდეგ კი რელსებსა და შპალებს დადებს. მე კი მცენარეებს გადავრგავ, რომ არ დავაზიანოთ. ტურბოზავრებო, წინ! რკინიგზა მზად არის. ახლა მატარებელი უნდა მოვაწესრიგოთ. შესანიშნავად ვიმუშავეთ. ხვალ ჩვენი მატარებელი პირველ რეისს შეასრულებს. მე მანქანე ვინ იქნება? მე მანქანე, მე ვიქნები. ქუდი მჭირდება? ოღონდ მითხარით? რა გამოვქაჩო და რას დავაჭირო? ზერ, მე მანქანე რომ გახდე, ჯერ უნდა ისწავლო. აღიარეთ, ვინ სწავლობდა მე მანქანეობას? გილოცავთ, ჩვენი მატარებელი ვერ სადაც ვერ წავა. არი ნერვიულოთ, მატარებელი ზუსტი განრიგით გაემგზავრება. ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ ყველაფერს. ოდესღაც ასეთ ორთქლმავალზე ვიწყებდი მუშაობას მანქანის დამხმარედ. რამდენი მოგონება მაქვს? კარგი, დროა გავემგზავროთ. წინ ჩემო დამხმარევ. ვიცოდი რომ სტეპან პეტროვიჩი ადრე მე მანქანით მუშაობდა. ჩემთვის მოუყოლია, ამბობდა რომ სამსახური ენატრება. ყველაფერი გადავიღე. მესამედ ვუყურებთ. რა ლამაზი ყვავილებია. ეს სტეპან პეტროვიჩმა თავის ბაღში მოიყვანა და მე მაჩუქა. ჩვენ კი ვიფიქრეთ რომ შენ ძალიან მოგიხდება. სამი, ორი, ერთი. რა ამბავია? მეგონა მიწისძვრა იყო. პერიტია, მიწისძვრა კი არა, შეჯიბრებაა. სიგრძეში ხტომა. სიღრმეში ხტომა უფროა. არ შეგიძლიათ სადმე სხვაგან იხტუნოთ? მაგალითად ტყეში. მე მგონი არ ღერს კაჭა. იქ ხევია. ხევია? სად არის ხევი? განიერია? ხო, და ღრმაც არის. შეიძლება სახიფათო იყოს. სად მიდიხართ? უბრალოდ შევხედავთ. ნუ გეშინიათ, ჩუმად ვიქნებით. როგორც იქნა, უფრო სერიოზული ადგილი ვნახეთ. დაანებდი ანკი. არ დავნებდები. მზად ხართ? 3, 2, 1. რამე ხომ არ იტკინე? იქნებ შევეშვათ ამ ნახტომებს. ეს არის ნახტომი. აი, ახლა ნახავთ ნახტომს. ეს რა არის? ახალი გზა? არა, ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. მშენებლები რომ მოვიდნენ? აქამდე თუ არ მოსულან, ესე იგი ისვენებენ. სერიოზული მანძილია. შორს უნდა გადავხდეთ. და დასაცემად მაღალია. შეგეშინდა? შენ გამო. შენ არ შეგიძლია დამოხრუჭება. მე არ შემიძლია დამოხრუჭება. ასე არა? გამოწვევა მიღებულია.
3, 2, 1. მოიცადე, გადავიფიქრე. ხომ გითხარი შეგეშინდა მეთქი? ჯერა რომ გადახტები, ანკი, მაგრამ არ ღირს ამის გაკეთება. რა სიტყვი? ვინ არის ჩემპიონი? ჩამოსვლას როგორ აპირებ ჩემპიონო? სივიწროვეა. როგორ უნდა ავკრიფო სიჩქარე? სამაგიეროდ მოიგე. მე მგონი წავაგე. გთხოვთ დამეხმარეთ. მეტისმეტად მაღლა. დაიჭირე. არა, ასე არ გამოვა. ჩემი გეგმა ჩიხში შევიდა. სამაგეროდ კიდევ ერთი გეგმა ვიპოვე, მშენებლობის გეგმა. ეს როგორ დაგვეხმარება? შეუძლებელი არაფერია. დაუსრულებელ გზას თუ ვერ გადაახტები, ის უნდა უნდა გადაუფრინო. შენებლობა უნდა დაასრულო. მაშინვე როგორ ვერ მივხვდით? თურბოზავრებო წინ. გასორე. ერთი ბოძი არასორად დგას. ახლა მიწაყრილი უნდა გავაკეთოთ, რომ ტრაქმა გადახურვების დაყენება შეძლოს. ზად არის. იქნებ რამე არასწორად გააკეთეთ. ნუ ნერვიულობა, ანკი, ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთეთ. 3, 2, 1. ჩემპიონს შეეგებეთ. ვაშა! რა მაგარია, ახალი გზა ისეთი სწორია. მოდი ვინ მიასწრებს. იქნებ ჯობია ჭადრაკი ვითამაშოთ. რა ვქნათ, გადავხტეთ? ეს ადვილია. ოღონდ ჯერ ხიდის მშენებლობა დავასრულოთ. დელი საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, სანამ თქვენი მეცადინებთ? გზებზე არ მოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გვითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეითთა გადასასვლელი. ხო, დიდი ამბავი, ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხატია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი.
კი ბატონო. კატა, გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი. გზაზე იხვი და იხვის ჩუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკროდა. მე ყველა გადავარჩინე. ყოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანი საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო, წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩახზერ, მართალი ხარ. გამარჯობა, საით გაგიწევიათ? ლაშქრობაში მივდივართ ნამდვილი ტურისტებივით. სადილისთვის დაგელოდებით, ტურისტებო. ლაშქრობა ძალიან მაგარია, მაგრამ დღეს წვიმა გამოაცხადეს. ჩვენ კარავი გვაქვს, წყალგაუმტარი. კიდევ შორია. კარავი მძიმეა, დავიღალე. მოითმინე. ნამდვილმა ტურისტებმა შეიძლება ერთი კვირა ატარონ კარავი. წვიმაც იწყება. კატამ ხო გაგვაფრთხილა.
კარგი. აქ დავდგათ კარავი. მაგარია. ნამდვილი ლაშქრობა. ნეტავ როგორ არიან ჩემი ტურისტები? ალბათ დასველდნენ. ხრმა, ჩვენ კი ცურო არ ვიცით. სახლში მინდა. სადილის დროა. შვიდად? საჭმელი აქ მოვძებნოთ. კუნძულზე. სადილის დროა ბიჭები კი ჯერ არ დაბრუნებულან. უკვე ნერვიულობ. წადით წამოიყვანეთ. თქვენ ხომ ჩვენი ტყე ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა დეიდანორა, ახლავე. და ღვეზელები წაუღეთ, იქნებ მოშივდეთ. თქვენ თვითონაც მიირთვით. მადლობთ, მალე დაუბრუნდებით. სადილისთვისაც არ მოვიდნენ. მოკლედ უნდა ვიპოვოთ. ზერ შენი იმედი გვაქვს. სამძებრო პტერადაქტილი გაზაფრენად მზად არის. ხომ გითხარი რომ საჭმელიც უნდა წამოგვეღო? არანი და კომპასი წამოვიღე. კომპას ვერ შეჭამ, მე კი მშია. რთული ამოცანაა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შეხედეთ. ეს არის კუნძული. ორია და ფედია აქ არიან. გარშემო წყალია. აქ კი ტბა არის. ჩვენ გავთხრით არხს, საიდანაც წყალი ტბაში გადავა. კარგად ნახეთ. სტიქიური უბედურება, წყალდიდობა. ტურისტები მატერიკს არიან მოწყვეტილები. შვიდად ზერ, უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ახლა ბორესა და ფედიას გადარჩენის ოპერაციას დავიწყებთ. მანამდე კი დაზარალებულებს ეს ღვეზელები წაუღეთ. ეხლა დეიდას ღვეზელებს შევჭამდი. არხის გათხრას ტბიდან დავიწყებთ, ანკი. წაქცეული ხე მოაშორე, ხელს შეგვიშლის. ბულთორ, არხი გათხარეთ. ზერ, შენზე ვიდან ყველაფერს ხედავ. მიმართულება გვიკარნახე. ჩემი მიმართულებით გათხარეთ. პირდაპირ დასავლეთ ჩრდილო აღმოსავლეთით. ტურბოზავრებო წინ! მიწის ქვეშ რაღაც მაგარია. შესაძლოა ქვა არის. უნდა ამოვიღოთ. შემოვლითი გზის გათხრას ბევრი დრო დასჭირდება. ტრაკ, შენი დახმარება გვჭირდება. ბულს დაეხმარე. ოჩახ, ტრაკ, შენ ბორიამ და ფედიამ არ უნდა დაგინახონ. აქ მარტო მოვიწყენ. მე დავრჩები შენთან. ნახო წყალი როგორ წამოვა. ვიშველეთ! აქ ვართ! გადაგვარჩინეთ, გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. გმადლობთ. მაშველები ასე სწრაფად რატომ წავიდნენ? ჩვენ თვითონ უნდა ვატაროთ ზურგჩანთების სახლამდე. ახლა ავტოპილოტით აღჭურვილი სამაშველო ტაქსი მოვა. შემდეგ კი მაშველები მოვიდნენ და გადაგვარჩინეს. ვერტმფრენიდან ღვეზელებიც კი ჩამოგვიგდეს. თითქმის ისეთივე გემრიელი იყო, როგორებიც შენ გაქვს, დეიდანორა. პარკი.
გამარჯობა მეგობრებო. საიდან მოდიხართ ასეთი მხიარულები? ატრაქციონების პარკში ვიყავით, ჯუნგლების სამყარო ჰქვია. ო, იქ ყველაფერი ისეა გაკეთებული, თითქოს ჯუნგლებში ხარ. მექანიკური ვეფხვები და სპილოებიცაა. იდეა მაქვს. მოდი ჩვენი ატრაქციონების პარკი ავაშენოთ დინოზავრებით და დინოზავრების სამყარო დავარქვათ. ძალიან კარგი იდეა, მაგრამ სად ვიშოვოთ მექანიკური დინოზავრები? რად გვინდა მექანიკური, როცა ნამდვილი დინოზავრები გვყავს? შენებლობისთვის ძველი ფარდულის ფიცრები გამოვიყენოთ. აქ კი შესასვლელთან მნახველებს ტრაკი დახვდებათ. რადგან ყველაზე მომხიბვლელი ღიმილი მე მაქვს, შესასვლელთან მე ვიქნები. მეც მომხიბვლელი ღიმილი მაქვს. ნუ კამათობთ, შესასვლელში მე ვითქები ყველაზე თავაზიანი ვარ. გმადლობ და გემრიელად მიირთვით. მე რა რომ თავაზიანი ხარ. 100-ჯერ მეტი თავაზიანი სიტყვა ვიცი. ახლავე გთხოვთ და ღამე მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, გმადლობთ და მიხარია თქვენი გაცნობა. ანგი, თორ, დიდ პარკს ავაშენებთ. ყველას ეყოფა ადგილი. ორივე თავაზიანი ხარ და უხეშად იქცევით. შესასვლელთან მე ვიდგები. ველაზე ლამაზი ხომ მე ვარ. მაშასე. ტრაკი და ანგი ბილიქს და ხიცა აშენებენ. მე და თორი გამოქვაბულს გავაკეთებთ. ტურბოზავრებო წინ. დღეს საზეიმოდ გაიხსნება პარკი დინოზავრების სამყარო. ყველა დაპატიჟებულია. გთხოვთ დინოზავრებს ნუაჭმევთ. ისინი მექანიკურებია. საინტერესოა, ვინ დააპირებს რომ მექანიკურ დინოზავრებს აჭამოს? ან მათ რა უნდა მიაწოდოს? შეგახსენებთ, სტუმრებისთვის ჩვენ მექანიკური დინოზავრები ვართ. რობოტების მსგავსი. შენ კი თორ, შეეცადე არაფერი არ ჭამო. რობოტები არ ჭამენ. პატარა ხომ ვარ. თანაც უკვე ვისადილე. მაშინ ყველა ადგილები დაიკავეთ. პეტია, კატია, ჭიშკარი გახსენით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დინოზავრების სამყაროში. მილიონობით წლის წინ დედამიწაზე დინოზავრები ბინადრობდნენ. ძალიან დიდები იყვნენ და ძალიან მშივრები. ეს დინოზავრები პარკში საშიშები ხომ არ არიან? მექანიკური დინოზავრების არ უნდა გვეშინოდეს. შეხედეთ! რა სასაცილო ჩიტია! ეს ჩიტი კი არ არის, პტეროდაქტილია. სასაცილო ჩიტი? ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არასდროს არ მოუყენებიათ. აი შენ, მექანიკურო ხულიგანო. რა უცნაურია, ეს ყველაზე მომხიბვლელი ღიმილი იყო. მარწყვის, მე რომ მიყვარს. შეჭერდი. შეჭერდი. შეჭერდი! შეჭერდი. რატომ მოგვდებენ ყველანი?
ასია ჩაფიქრებული. ხომ თქვი რომ ისადილე? ვისადილე? მაგრამ ნაყინის ადილი არ არის. ნაყინია. ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია. კარგი ვნახოთ რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუსს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს? რა არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ, ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია. შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფო. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო.
დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიქეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება? დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ოი, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტა გადამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არინარვიულოთ ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დაუბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საპოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის. შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რის განავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგბერდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ. კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. ტურბოზავრებო, წინ. ტრაკ ცოტა ფრთხილად. ფრთხილად. შენ ხომ მეკობრისთვის აშენებ სახლს?
ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გოგო. 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 ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გოგო. 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 საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.